სახალხო დემოკრატიამ ვერ გაიწყინა და ჩვენ გვჭირდება შეზანზარება, აი მეხის გავარდნა გვჭირდება. ხო და აი ეს ბალანსი არის უკიდურესად დარღვეული და რა ვიფიქრე მე უпроსტად ერთ იდეას გამოვეკიდე და თქვენი აზრი მაინტერესებს. მე გურიაში ჩავატარე მასშტაბური კვლევა. გამოკითხულდა 83% ითხოვს დედოფალს. საქართველოს ჭირდება დედოფალი. უყურეთ როგორი საკითხია, დედოფალი რომელსაც მარტო სკიპრა და გვირგვინი კი არ ექნება, მაკონტროლებლის ფუნქცია ექნება, რომ აი დაიბაროს თავისთან და პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე გულგახეთქილი რომ მივარდებიან და შეეკითხებიან რა შეგაწუხათ ჩვენო დედოფალო და დედოფალიც ეთქვის რომ აი ერთ მომიტინგეს რომ 10 სპეცნაზელი მისდევს, შუაზე ხართ? ანდა ეს ოპოზიცია რო ვერ ამბობს ფულის სადიშოა და მე როგორ დახარჯა რა ხდება თუ დავაყენო ახლა თქვენი იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში ბატონ პატა აი მან ფუნქციას შემთხვევით პატრიარქი ხო არ უნდა ასრულებდეს აი ახლა როგორც თქვენ თვითონ რომ დაიბაროს და რომ გარბოდნენ ეს ვინც არიან პრემიერები თუ ვიღაცები აი ესეთი ფუნქცია დედოფლისთვის უფრო შესაბამისია თუ მაგალითად პატრიარქისთვის თუ მაგჯელობით სავალ სახელმწიფოს და ეკლესიის ფუნქციები ხო არ შეერთება რაღაც აი არ შეერთება უბრალოდ სიტყვაზე როცა რამდენი ტყუილია სხვადასხვა მიმართულებით აი ეგეთ რაღაცაზე რა დასაბარებელი სადაც არის აი პატრიარქი რო იბარებდეს ხალხს რო ნიტყუებიო რაღაცა ანუ რაღაც არ ცხენდეს რაღაცნაირად ადამიანებს საჯარო პირებს უფრო ეფექტური არ იქნება დედოფალი უკვე ისეთი პრობლემის წინაშე დგები რომ რჯერით ხომ და რაღაცა მოიგონო ვის ეკუთვნის დედოფლობა ამ ქვეყანაში რა ანუ რაღაც ბაგრატიონების ეს დინასტია რაღაცნაირად შეწყვეტილია ბოლო 200 წელია ხო და ეხლა რაღაც გამოიგონო ხელოვნურად მე მგონი ისეთია რა ქვია რა თვითონ პრობლემებს შექმნის ეგ ამბავი და უკვე არსებულ თანამდებობას რომელიც საზოგადოებაში ისედაც ძალიან სერიოზული მხარდაჭერით სარგებლობდა ბოლო 10 წლეულების განმავლობაში შესაბამისი პიროვნება რო იყოს რო აღმოჩნდეს ოდესმე თუნდაც მაგ შემთხვევაში დედოფლის ფუნქციას ხო უკეთესად შეასრულებდა ბატონო ვახტანგ აი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა პარლამენტმა პატრიარქმა მოითხოვოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვოს ეგ არ არის საჭირო არ არის ეს საჭირო და დედოფალს რო ეს ფუნქცია კონდეს სწორედ მხოლოდ არავით არ აღმასრულებელი მაკონტროლებლის მხოლოდ მაკონტროლებლის იცით რა არის ნებისმიერი მთავრობა ხო ეცდება რომ თავის ვადაში მოასწროს მოფურთოს გაიბესკნოს გამოაძღოს თავის თავმოყრებს თუ ვათით არის შემოსაზღვრული და როცა მონარქს არაფერი აქვს მოსასწრები ერთი სურვილის გარდა რომ თავის თავმოვას უკეთესი ქვეყანა გადასცეს ხო არსად არ ეჩქარება კალენდარს არ უყურებს ხო და რაც შეეხება ახლა თავი ალბათ იდეაზე შეთანხმება და მეორე პრობლემების განხილვა უბრალოდ მოიძებნება რა თქმა უნდა ადამიანი ვინც იქნება ღირსი რომ უძღვნათ ხო საკებრა თქმა ლექსებისა თკვილისა ქება წარფთა და წამწამთა თმათა და ბაგე კვილისა როგორც არის ხო და თან ეხლა ჩაიწეროს რომ მემკვიდრე არის ქალი აუცილებლად და არა ვაჟი და ეს თელსობლიო გამოჩნდება რა ხდება ამ ქართულთა სამეფოში რომ შეიქმნას ბალანსის მექანიზმი შეიქმნას ბალანსის თორემ სახალხო დემოკრატიამ უკვე დაკარგა ელვარება და დაკარგა ხალხში ნდობა და ავტორიტეტი ესე რომ ვთქვა და მე მგონი თელსობლიოშიც ესეა ბატონი პატას ეს იდეა ფოტოშორის არაფერი მაგაში რაღაცნაირად განსაკუთრებული არ არის სიახლე არ არის ამ იდეას პირველად შევხვდი ესეთი არსებობს ეკონომისტი გერმანელი ეკონომისტი ჰანს ჰერმან ჰოპე ხო და ჰოპე წერდა რომ ეს არისო რა ქვია მონარქიაო რა ბევრად უფრო უკეთესი ეკონომიკური თვალსაზრისით ბევრად უფრო უკეთესი სტიმულები აქვს მონარქიას ვიდრე დემოკრატიასო რა და ამას ზუსტად აი რასაც ახლა პატა ამბობდა მასე ასაბუთებდა რომ დემოკრატიის შემთხვევაში მართლობაში შემთხვევით დროებით მოხვედრილ ადამიანებს არ აქვთ იმის სტიმული რომ რაღაც გრძელვადიან პერსპექტივაში დაინახონ რა ჯობია ამა თუ იმ საზოგადოებისთვის იმიტომ რომ იციან რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ვიღაცა სხვა ადამიანები აგებენ იმაზე პასუხს რაზეც ესენი ხანმოკლევადიან პერსპექტივაში რაღაც ხალხს მოატყუებენ ან პირდებიან ანუ იმ ცოდვებზე და შეცდომებზე, რასაც ეს ხალხი მოკლედ დაუშვებს თავისი მმართველობის პერიოდში,
თვითონ აღარ იქნებიან პასუხისმგებლები, სხვა იქნება პასუხისმგებლები და ეს ერთ-ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა არის დღევანდელი მმართველობითი სისტემის. მაშინ როცა მონარქია აი ამ სტიმულის თვალსაზრისით, ხო, ბევრად უფრო პროგნოზირებადი იყო რა, იმან იცოდა მონარქმა იცოდა რომ თუ სრულ სიგიჟებს ჩაიდენდა ხალხს, გაძარცვავდა, თუ უსამართლო საზოგადოება ექნებოდა და ასე შემდეგ, ეს არა მარტო მისი მონარქობის პერიოდის, არამედ მისი შთამომავლობის პრობლემაც გახდებოდა და ნუ ზოგადად ახლა რა ვიცი, შვილებს ადამიანებს ტრადიციულად არ უნდათ რომ მაინც შვილებს შეუქმნან პრობლემა და ამიტომ უფრო თავშეკავებულები იქნებიან. ზოგადად იდეა ეს არის რა. ოღონდ ეს მონარქი ხო რაღაცა ისტორიის ნაწილია, აი პატას რო ბუპას ხო აქაც ისევ ქრისტიანობასთან და ჩვენს ასე ვთქვათ აი ამ ტრადიციულ რწმენასთან მივდივართ. აი რამდენი რამე არის ბიბლიაში განხილული. ბიბლიაში განხილული არის ძველ აღთქმაში, ამ შემთხვევაში ძველ აღთქმაში განხილული არის სხვადასხვა ეტაპები ებრაელი ხალხის ცხოვრების. ანუ ეტაპი ებრაელი ხალხის ცხოვრების, როდესაც მათი მმართველობა იყო მოსამართლეებზე დაფუძნებული. ანუ მოსემ, როდესაც ისინი გამოიყვანა მონობიდან, როდესაც აი მონობა დასრულდა და 40 წელი იბოდიალეს და მერე რაღაცნაირად აღთქმულ ქვეყანაში შევიდნენ, აი ამ პერიოდის თვითონ მოსეც იყო არქეტიპული მოსამართლე. ანუ ხალხს ასამართლებდა, ანუ ჩვეულებრივად თუ ვისაც ბიბლია უყვარს და კითხულობს ხოლმე, გაგახსენებთ, რომ სიმამრი ჩამოვიდა რა და უთხრა, რომ შენო რა შვებიო რა, ძალიან დაღლილი ვარო და რასაკეთებო, აგერო ხალხსო ვასამართლებო რა, ძალიან ბევრი ხალხი მოდისო და მე ვაგერო საწყალიო ზივარო და ეს ხალხი რიგში იდგა, რომ ამას გაესამართლებინა. ამან უთხრა, რომ კაცო, ეს ხალხიცო გაბრაზდებაო შენზეო. შენცო მოსამართლეობის ამბავშიო ვიღაცები უნდა დაიხმარო, ანუ სტრუქტურა გჭირდებაო რა და მაშინ თავისმა სიმამრმა უთხრა, რომ ჭკვიანი კაცი იყო მოსეს სიმამრი, უთხრა, რომ მოდიო მოსამართლეები დანიშნეო რა, ანუ ხალხს გადაეცი დელეგირება გააკეთეო, რომ იმ ხალხმა ამ წესების მიხედვით, ანუ კანონი რო წარმოიდგინოთ, რომ დაწერილი წესი იყო კანონის როლის შემსრულებელი იმ საზოგადოებაში და ადამიანები, რომლებიც უკვე ამ დაწერილ კანონს გამოიყენებდნენ კონკრეტული, ანუ აპლიკაციას გააკეთებდნენ კონკრეტულ შემთხვევებში, როდესაც დავა იყო ადამიანებს შორის, ის კაცი უნდა ყოფილიყო მოსამართლე რა. და ესე დაადგინეს რაღაცა მოსამართლეები და მე რაღაცა პერიოდი ეს ებრაელი ხალხი ცხოვრობდა ამ მოსამართლეების მმართველობის ქვეშ. ნუ ამათაც თავისი პრობლემები დაემართათ, რაღაცა კორუფცია, შმორუფცია, რაღაცეები, მაგრამ სინამდვილეში ეს მოსამართლეთა მმართველობა იყო რაღაც ეპოქა. მერე იყო მეფეთა მმართველობა. და ეს მეფეთა მმართველობის დასაწყისი როგორია ბიბლიაში აღწერილი, აი პატას რო გავახსენო. ესე იგი მას მერე რაც ეს ვთქვათ ეს მოსამართლეები მართავდნენ და თავისი პრობლემები აქვს, ყველა კარგად ვერ არჩევენ სამართლიანობა უსამართლობას. ხალხი მოვიდა და ითხოვს, რომ ისქენით, მეფე გვინდაო. ყველას ყავსო მეფეო, მარტო ჩვენ არ ყავსო რა. და ჩვენც გვინდაო მეფეო. ხო და ეს აფრთხილებს, რომ კაცო მეფეო რა დგინდათო, ეს ვისაც თხოვენ, რომ შენი ყავიო მეფეო, აღარ მახსოვს კონკრეტულად ვის თხოვენ, მაგრამ აი კონკრეტულად ვისაც თხოვენ, ის ეუბნება, რომ კაცო მეფეობა არ გინდათო რა, იმიტომ რომ თუ მეფესთო დაიყენებთო მერეო ისო თქვენი ტირანი გახდებაო. ანუ თქვენ შვილებსო წაიყვანსო და არბენინებსო იმის რა ქვია ორთვალების გვერდითო, თქვენ გოგონებსო საყვარლებათო და ცოლებათო და მონებათო წაიყვანსო და მოკლედ კარჩე არ იქნებაო რა, კარგი პონტი არ იქნებაო თქვენთვის დაანებეთ ამ მეფესო, ნუ თხოვთო რა. ია თუ არა მეფე გვინდაო. ხო და იმიტომ რომ როგორც ჩანს ეს მოსამართლეობის პერიოდმა თუ რაღაცა იმედები ვერ გაუმართლათ, ანუ ისეთ რაღაცას ვერ მიაღწიეს, რომ მაინც და მაინც მეფე მოუნდათ. ანუ ზოგადად როგორც ჩანს ადამიანის ბუნებაში არის, იმიტომ რომ ეს ცენტრალიზაცია რაღაც თავის სიკეთეებსაც შეიცავს. ანუ თავისუფლებების გადაცემა ვიღაცისთვის, რომელიც ჩვენს მაგივრად რაღაცას გადაწყვეტს, ასე მოიქცე, ესე მოიქცე და ძირითადი არგუმენტი ამის არის ხოლმე, რომ ჩვენ რას ვერ ვაკეთებთ ყველანი შეთანხმებულად და ერთობლივად, მაგალითად თავს ვერ ვიცავთ. ამიტომ მეფე გვჭირდება, რომელიც აი ამ საერთო თავდაცვას მიხედავს. ანუ დაახლოებით ესეთი იდეები გვაწუხებს ხოლმე, რომ არის რაღაცა საქმეები, რომელსაც ჩვენ ინდივიდუალურად თავს ვერ გავართმევთ, ამიტომ გვჭირდება რაღაცნაირად ორგანიზებულობა.
და ამაში გვჭირდება. ხო და ესე პატას იმას რომ დავუბრუნდე და კონკრეტულად რომ გავცე, აი წარმოიდგინეთ რომ ჩვენ ეს ისტორიები, ჩვენი როგორც კაცობრიობის ნაწილის, ეს მორალური ისტორიები, მართლობის ისტორიები არსებობს, ანუ ყველაფერი გამოცდილი არსებობს, ანუ არსებობს მაგალითად ზუსტად აი ამ ქრისტიანობაზე როგორი საზოგადოება შეიძლება დააფუძნო, სადაც არც მეფე ყავს, ძალაუფლება ძალიან დანაწილებულია, დაშლილია ძალაუფლება სხვადასხვა დონეზე, მათ შორის თვითმმართველობის დონეზე, მოსამართლეების სხვანაირად ირჩევიან, რომ ანუ ბიძინა კი არ ნიშნავს, ანუ ვიღაცა კი არ ნიშნავს ერთი ტიპი, არამედ რაღაცა კრიტერიუმებით ადამიანები არჩევენ, რა სწორი რაღაცა ადამიანური კრიტერიუმებით საღიაზრის დონეზე ადამიანები გამოიცნობენ, ვინ არის უფრო სამართლიანი ადამიანი, ვინ ნაკლებ სამართლიანი და ამის აპლიკაციებით ჩვენს ქართულ ისტორიაში უამრავი გვაქვს. რავი, თიდან დაწყებული, რავი, სასამართლო საქართველოში ასე თქვა დეცენტრალიზებული იყო მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე. ხო და ესეც გვაქვს. ხო და აი ხელოვნურად ვიღაც დედოფლის იქნება, მეფის იქნება თუ ვიღაცის მოყვანა ესეც ხო რაღაცნაირი აი თუნდაც მინიმუმ მსჯელობა ხო უნდა ხდებოდეს ამ საზოგადოებაში იმის შესახებ რომ აი რისთვის ვაკეთებთ ამას? ანუ რაღაც პრობლემას ვხედავთ და ამ პრობლემის გამოსასწორებლად თან ისე რომ ეს იდეა აი რაღაც რიგითი ადამიანების თავში გაჯდეს, აი ავტობუსში რომ უნდა ლაპარაკობდნენ ადამიანები და მე ვერ წარმომიდგენია რომ ანუ საქართველოში ხა თბილისში ავტობუსში ვიღაცები ლაპარაკობდნენ დედოფლის საჭიროებაზე. მესმის რომ გურული კაცია პატა ძალიან კარგი იუმორი და აი ტონალობაშიც კი აქვს ეს იუმორი როგორ ლაპარაკობს, მაგრამ აი შინაარსობრივად გონია რომ იუმორის ამბავია რა და შორს აქედან დედოფლიდან შორს ვერ წავალთ. ხო, ისევ ქრისტიანობას უნდა მივხედოთ, იმიტომ რომ სინამდვილეში იქ არის რა პასუხების უდიდესი ნაწილი და მე უკვე აპლიკაციები უკვე ისტორიის სწორად შესწავლის ამბავია, რომ ჩვენ თუ ხედავთ რომ ეს არის ღირებულებების რაღაცნაირად ლექსიკონი, თუ ღირებულებების ინსტრუქცია, როგორ უნდა იცხოვროს თუნდაც თანამედროვე ადამიანმა, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს, იმიტომ რომ ეს კონკრეტული რწმენა აქვს დაკარგული, აი თავარი ამბავი აქვს დაკარგული, აი თავარი ეს ისტორია წითელქუდაგონია, ხო, აი წითელქუდა რო არ ეგონოს, მოკლედ, მაქედან რა. ასე რომ დედოფალი არ გვინდა.